საქართველოში გაქვს ბიზნესი და გაინტერესებს ღირს თუ არა საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმ სამ სფეროზე, რომელშიც SEO ყველაზე ეფექტურია. SEO არის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია და სტანდარტული რეკლამისგან ის განსხვავება აქვს, რომ მომხმარებლები აქეთ ეძებენ იმ პროდუქტს და სერვისს, რაც თქვენ გაქვთ, ხოლო თქვენი მიზანია, რომ იყოთ რაც შეიძლება მაღლა. იდეალურ შემთხვევაში პირველზე, ისევე როგორც ჩვენ ვართ, როცა მომხმარებლები SEO სააგენტოს ეძებენ. რაც შეეხება მეორე კითხვას, ChatGPT-ს და AI-ის ბუმისას და ამ ეპოქაში იქნება თუ არა საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია კვლავ აქტუალური. ამაზე მოკლე პასუხია, რომ კი ბატონო, კი იქნება. შეგიძლიათ რომ უყუროთ ჩემს წინა ვიდეოებს, სადაც ვსაუბრობ საძიებო სისტემების მომავალზე და ასევე სადაც ვსაუბრობ answers engine-ებისთვის, როგორც არის ChatGPT, ოპტიმიზაციაზე. ჩვენ მუშაობთ ამ საკითხზე უკვე რამოდენიმე თვეა და გვაქვს კონკრეტული მეთოდები, რითაც ენობრივი მოდელებისთვისაც ვახდენთ ოპტიმიზაციას. გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ძალისხილაკი, დარჩით ჩვენთან და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვიდეოს თუ როგორ ვიყოთ ChatGPT-ში პირველი. ეს სიმართლე რომ გითხრათ, იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე Google-ში პირველი ყოფნა, რადგან Google-ს უფრო რთული ალგორითმები აქვს, მაგრამ ასევე აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ Google-ის და ChatGPT-ის საძიებო შედეგების დაახლოებით 50% ემთხვევა ერთი და იგივეა, ხოლო Bing-ის და ChatGPT-ის დაახლოებით 70% ემთხვევა, იმიტომ რომ ChatGPT Bing-დან იღებს ამ შედეგებს. ასე რომ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ჯერჯერობით კვლავ აქტუალურია და საომავლოთაც კვლავ აქტუალური იქნება. ყოველ შემთხვევაში SEO-ს ბაზარი მუდმივად იზრდება. კარგი, შეგვიძლია რომ დავიწყოთ, ვისთვის არის SEO, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ყველაზე ეფექტური საქართველოში. პირველი, რა თქმა უნდა, არის e-commerce-ები. წარმოიდგინეთ ორი სცენარი. ერთი, გაქვთ მაღაზია, მაგრამ ეს მაღაზია გაქვთ სადღაც გადაკარგულში, რომელიღაც გარაჟში და არავინ არ იცის მის შესახებ, არავინ არ ნახულობს, არ ყავს ტრაფიკი. და წარმოიდგინეთ მეორე სცენარი, სადაც ეს მაღაზია გაქვთ ცენტრალურ გამზირზე, ცენტრალურ ქუჩაზე. რა თქმა უნდა, მეორე შემთხვევაში თქვენი ბიზნესი ბევრად უკეთესად იმუშავებს. დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს Google-ის შემთხვევაში. თუ თქვენ ხართ მეორე გვერდზე, მესამეზე, მეხუთეზე, ან საერთოდ არ ხართ Google-ში, მომხმარებლები თქვენთან არ შემოდიან. ხოლო თუ თქვენ ხართ top 3-ში, ან პირველ პოზიციაზე, ბევრად უფრო მეტი მომხმარებელი შემოდის თქვენთან. მაგალითად, პირველ პოზიციაზე საშუალოდ გადადის 30% მომხმარებლების, 28-30%, ხანდახან 40%-იც. გააჩნია როგორ გაქვთ მეტასათაური ოპტიმიზირებული, რის ოპტიმიზაციას, რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკეთებთ სააგენტოში, როცა ჩვენს სერვისს უკეთავენ. თუ მეტასათაურის ოპტიმიზაციას, რა თქმა უნდა, როცა ჩვენთან ვინც მუშაობს მათთვის, ჩვენვე ვაკეთებთ. ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფი ვებსაიტი იღებს დაახლოებით 18%-ს. მესამე პოზიციაზე მყოფი ვებსაიტი იღებს დაახლოებით 10%-ს. და ნუ რას ნიშნავს ახლა ეს პროცენტები განსხვავებით ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე მაღაზიისა. ველა, ვინც კი საქართველოში იმ პროდუქტს ეძებს, რასაც თქვენ ყიდით, პირველი დაინახავს თქვენს მაღაზიას და მათი 30% გადმოვა თქვენთან. ანუ განსხვავებით იმისა, რომ გქონდეთ მაღაზია ცენტრალურ გამზირზე, შეიძლება უფრო მეტი ტრაფიკი მიიღოთ თუ იქნებით პირველზე, რადგან შესაძლოა რომ გვერდით ვიღაცამ გაგიხსნათ მაღაზია და დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მომხმარებლები შევიდნენ მასთანაც და თქვენთანაც. ხოლო თუ თქვენ იქნებით პირველზე და ვიღაც იქნება მეორეზე, თანაბარი რაოდენობის ტრაფიკი თითქმის არასდროს არ შევა და ყოველთვის უფრო მეტი მომხმარებელი შევა პირველ პოზიციაზე. ნუ საშუალო სტატისტიკურად ამდენი ხნის განმავლობაში ეგრეა. ანუ ფიზიკურ სივრცეში კონკურენცია ხდება სხვანაირად, ხოლო ციფრულ სივრცეში კონკურენცია საერთოდ სხვანაირად ხდება. მაგალითად, კონდიციონერებს ზაფხულში უფრო მეტი ადამიანი ეძებს, ბუნებრივია, ვიდრე ზამთარში. და რატო ეძებს ახლა ეს ხალხი კონდიციონერებს? ბუნებრივია, იმიტომ ეძებენ, რომ იყიდონ. სხვათა შორის, თუ შევხედოთ კრიტიკულად, ამ keyword-ზე მაინც და მაინც განსაკუთრებული SEO ოპტიმიზაცია არც ერთ კომპანიას არ აქვს გაკეთებული. თუ შევხედავთ მათ მაჩვენებლებს, არც ერთ მათგანს არ აქვს გაკეთებული backlink-ი, ასევე მათი ბმულები არ აკმაყოფილებს მომხმარებლის განზრახვას. ანუ რეალურად მხოლოდ ამ keyword-ზე უკეთესი SEO ოპტიმიზაციით ან რამოდენიმე backlink-ის გაკეთებით შესაძლოა რომ რომელიმე კომპანიამ მარტივად მოიმატოს გაყიდვები. და ზოგადად ქართულ Google-ში, ქართულ კონკურენციაში ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც ძალიან მარტივად, ძალიან ელემენტარული ცვლილებებით შესაძლებელია პოზიციების და შედეგების გამოჯობესება. თუ როგორ
გაუმჯობესებთ პოზიციებს და შედეგებს, ეგ შეგიძლიათ რომ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე, ჩვენს case study-ებში, თუმცა დაუბრუნდეთ ვიდეოს. ეს რაც შეეხება კონდიციონერებს, თუმცა კიდე ძალიან ბევრი keyword-ია, რომელსაც მომხმარებლები ეძებენ და რეალურად ეს keyword-ები არის gold mine, ანუ არის ტრანზაქციული და კომერციული keyword-ები, როცა მომხმარებლებს უნდათ რომ მიიღონ გადაწყვეტილება და გააკეთონ შენაძენი. ბარემ აქვე გეტყვით ყველაზე მეტად რა შეცდომებს უშვებენ ქართული e-commerce-ები SEO ოპტიმიზაციისას Google-ში. ავიღოთ სამი ტიპის განზრახვა: ტრანზაქციული, კომერციული და ინფორმაციული. ზოგიერთი e-commerce-ის keyword-ი სამივე მათგანს მოიცავს. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ეძებს კონდიციონერს, მას შეიძლება უბრალოდ ინფორმაციანი დაარსებდეს კონდიციონერის შესახებ, ან კონდიციონერის შერჩევა უნდა. ანუ ეს keyword-ი არის თან ინფორმაციული, თან კომერციული. ხოლო თუ მომხმარებელი ეძებს კონდიციონერის ყიდვა, კონდიციონერის შეძენა, ან რომელიმე ძალიან კონკრეტული კონდიციონერის მოდელს, ამ შემთხვევაში ეს keyword-ი უფრო მეტად არის ტრანზაქციული. ანუ მას პირდაპირ უნდა რომ გადაწყვეტილი აქვს კონკრეტული მოდელი და პირდაპირ უნდა რომ ქმედება განახორციელოს, ანუ იყიდოს, ტრანზაქცია გააკეთოს. e-commerce-ები მომხმარებლის ამ განზრახვებს SEO-s კუთხით საერთოდ არ უყურებენ, თითქოს არ აინტერესებთ. უმეტეს შემთხვევებში, რასაც ქართულ ვებში ვუყურებ, დაახლოებით 90% შემთხვევაში მომხმარებლის განზრახვა არ არის შესწავლილი და დაკმაყოფილებული. ანუ თუ keyword-ს აქვს როგორც ინფორმაციული, ასევე კომერციული განზრახვა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ როგორც ინფორმაცია, ასევე არჩევანი, რადგან კომერციული განზრახვისას მომხმარებელს უნდა რომ შეარჩიოს რამოდენიმე პროდუქტს ან რამოდენიმე ბრენდს შორის. თუ არის ტრანზაქციული განზრახვა, ამ შემთხვევაში მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ პირდაპირ კონკრეტული პროდუქცია, რაც შეიძლება მარტივად რომ შეძლოს მისი ყიდვა. თუ დავაკმაყოფილებთ მომხმარებლის განზრახვას და თუ დავაკმაყოფილებთ რაც შეიძლება მალე, ეს რა თქმა უნდა გაზრდის თქვენს კონვერტაციებსაც, ანუ უფრო მეტი მომხმარებელი იყიდის თქვენივე გადმოსული ტრაფიკით, ვიდრე ყიდულობდა და ასევე გაგიუმჯობესებთ პოზიციებსაც Google-ში, რადგან Google-ის ერთ-ერთი რენკინგის ფაქტორია ზოგადად მთლიანი საძიებო სისტემის მიზანი ის არის, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლის განზრახვა. ანუ მომხმარებელი რო თქვენ საიტზე გადმოვა, თუ თქვენთან გაჩერდება რამოდენიმე წუთი, თუ გააკეთებს ტრანზაქციას და აღარ გავა უკან, ამ შემთხვევაში თქვენ Google-ისთვის უფრო მეტად ხარისხიან გვერდად ითვლებით, რადგან იმ კონკრეტულ keyword-ზე, ესე იგი მომხმარებელი კმაყოფილი დარჩა, ასე რომ ვთქვათ, დაკმაყოფილდა მისი განზრახვა და შეუძლია რომ Google-ს დაკტოვოთ პოზიციაზე ან გაუმჯობესოს თქვენი პოზიცია. რაც უფრო ხშირად დაკმაყოფილდება მომხმარებლის განზრახვა მისი შემოსვლიდან მალევე, მით უფრო სტაბილური ან მით უფრო მაღალი პოზიცია გექნებათ ამ შემთხვევაში. ხოლო თუ პირიქით ხდება, თუ მომხმარებლები შემოდიან, ვერ ნახულობენ იმას, რაც მათ უნდათ და მალევე გადიან, ამ შემთხვევაში შესაძლოა რომ პოზიციები დაკარგოთ. თუმცა რადგან ბევრს არ აქვს ოპტიმიზაცია გაკეთებული ამ კუთხით საქართველოში, შესაძლოა რომ არც დაკარგოთ, მაგრამ რომელიმე Google-ის განახლება შეგეხოთ. ბოლოს რამოდენიმე თვის წინ ერთ-ერთი Google-ის განახლება შეეხო მომხმარებლის განზრახვასაც და ის კომპანიები, მათ შორის ქართული კომპანიებს, რადგან ამ პერიოდში აქტიურად ვაკვირდებოდით e-commerce-ის მიმართულებით ბაზარს, რომელთაც ჰქონდათ მომხმარებლის განზრახვა დაკმაყოფილებული, მათი პოზიციები გაუმჯობესდა. და ნუ საბოლოოდ რატომ არის e-commerce-ებისთვის საქართველოში SEO ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური? იმიტომ რომ keyword-ების უმეტესობა, ანუ საძიებო სიტყვების უმეტესობა არის ან ტრანზაქციული ან კომერციული. ანუ მომხმარებლებს უნდათ რომ რაღაცა შეიძინონ, როცა კონკრეტულ პროდუქტებს ეძებენ. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ მათ დახვდებით ტოპში და დაახვედრებთ ნორმალურ შეთავაზებას, სავარაუდოდ გექნებათ გაყიდვებით. ხოლო იმიტომ არის e-commerce-ებისთვის SEO ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, რომ პატარა ტრაფიკითაც და მცირე ძიებებითაც შესაძლებელია ბევრი გაყიდვის გენერირება და ამ ყველაფრის მარტივად დათვლა, ასე რომ ვთქვათ. ანუ ამ სფეროში SEO-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ROI აქვს საქართველოში. თუმცა ალბათ არა ყველაზე მაღალი. ოკეი, გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი სფერო არის სამედიცინო. ჯანმრთელობა და თავის მოვლა. სხვა შორის ძალიან გვიყვარს სამედიცინო სფეროსთან მუშაობა. გვაქვს ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება. საქართველოში სამედიცინო სფეროსში არსებულ საძიებო სიტყვებს საკმაოდ მაღალი ძიება აქვს. მომხმარებლები გარდა კონკრეტული მედიკამენტებისა ან დაავადებებისა ეძებენ ვიწრო მიმართულებით ექიმებსაც. ზოგადად მომხმარებლის ქცევა ამ კუთხით შეცვლილი და რაც უფრო ახალგაზრდავდება თაობა, მით უფრო მეტად იცვლება, რადგან თუ ადრე მაგალითად ექიმთან მიდიოდნენ გაკითხვით და კითხავდნენ მშობელს, კითხავდნენ მეზობელს, კითხავდნენ ნათესავს, ან მეგობარს, ამჟამად უბრალოდ Google-ავენ მომხმარებლები და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. ან შეიძლება ChatGPT-საც ეკითხებიან. და ეს ტენდენცია გრძელდება, რა თქმა უნდა, და მომავალში უფრო მეტად გაიზრდება. დიდი
დიჯიტალში ექიმების კონკრეტული სფეროს მიმართულებით ექიმების მოძიების მაჩვენებელი, ვიდრე დღეს არის, რადგან როგორც გითხარით, ახალი თაობა თქვენც რო დააკვირდეთ, მასე იქცევა. ასევე, სავარაუდოდ ChatGPT-საც და ენობრივ მოდელებსაც ბევრი შეეკითხება სხვა ტიპის მიმართულებით ექიმს სამომავლოდ. კარგი ამბავი აქ ის არის, რომ თუ Google-ში ხართ top 3-ში, ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ChatGPT-მაც უპასუხოს თქვენ შესახებ მომხმარებელს. მაგალითად, ყველაზე ძლიერ ნევროლოგს, ანუ 3 სიტყვიან გრძელ long tail keywords ეგრეთ წოდებულს, ყოველთვიურად ეძებს 700 ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს საძიებო სიტყვა არის აღმატებით ხარისხში, ყოველთვიურად ეს საკმაოდ დიდი ძიებაა. თან მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ რაღაცას აღმატებით ხარისხში, საუკეთესო, ყველაზე კარგი, ყველაზე ძლიერი. ძირითადად მზად არიან, რომ უფრო მეტი თანხაც გადაიხადონ იმ სერვისში, რასაც პოტენციურად მიიღებენ. ანუ თუ ნებისმიერი მიმართულებით გაქვთ კლინიკა, თუნდაც ძალიან ვიწრო სფეროში მუშაობდეთ, როგორც არის მაგალითად ნეიროქირურგია, თქვენ აუცილებლად უნდა აკეთებდეთ SEO-ს, რათა მომხმარებლებმა გიპოვონ. შესაძლოა საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია გახდეს თქვენი მარკეტინგისთვის წამყვანი წყარო ახალი კლიენტების მისაღებად, რადგან ამ შემთხვევაშიც მომხმარებლები ზუსტად იმას ეძებენ, რასაც თქვენ თავაზობთ. თუ მაღალ პოზიციებს იკავებთ, მაგალითად ყველა ძლიერ ნევროლოგზე, საუკეთესო ნევროლოგზე, ან ნებისმიერი ტიპის აღმატებით keyword-ზე, მომხმარებლებს უფრო მეტი ნდობა უჩნდებათ თქვენს მიმართ, რადგან საძიებო სისტემას ენდობიან, სხვა შემთხვევაში რატო გამოიყენებდნენ მას და აქედან გამომდინარე, შესაძლოა რომ უფრო მეტად კონვერტირდნენ ისინი რეალურ მომხმარებლებში, თან ძირითადად სამედიცინო სფეროში მომხმარებლები, რომლებიც რაღაცებს ეძებენ, გარდა კონკრეტული დაავადებებისა, გარდა კონკრეტული სიმპტომებისა, თუ ისინი კონკრეტულად ექიმებს ეძებენ, ესეც დაახლოებით ისევეა, როგორც e-commerce, ანუ მათაც სურთ, რომ განახორციელონ ტრანზაქცია, ანუ ტყუილად არ ეძებენ ძირითადად არაფრის ექიმს. ძირითადად, სამედიცინო სფეროში საქართველოში ჯამურად, გემბლინგის შემდეგ keyword-ებს აქვს ყველაზე მეტი ძიება. ხოლო რაც შეეხება მესამე სფეროს, ეს არის ლოკალური ბიზნესები. ლოკალური SEO ოპტიმიზაცია საქართველოში ძირითადად არავის არ უარგა. არ აქვს ამ მხრივ გაკეთებული SEO ოპტიმიზაცია. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას დაახლოებით 2 თვეში ზარები გაუზარდეთ 60%-ით, ანუ 1500 ზარით მეტი მიიღო კომპანია, ვიდრე სტაბილურად იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია ბაზარზეა და ძალიან ბევრმა მომხმარებელმა იცის მის შესახებ. მხოლოდ ლოკალური SEO ოპტიმიზაციით, ანუ მხოლოდ ძალიან მარტივი ოპტიმიზაციით შევძელით საკმაოდ დიდი და ბიზნესისთვის საგრძნობი შედეგის მიღება. და მსგავსი დამალული პოტენციალია ძალიან ბევრ ლოკალურ ბიზნესში. მაგალითად, ლოკალური SEO კარგად იმუშავებს ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებსაც მომხმარებლები თავის ტერიტორიასთან, ანუ თავის საცხოვრებელთან ახლოს ეძებენ. მაგალითად, სტომატოლოგიური კლინიკები, სავარჯიშო დარბაზები, რესტორნები, კაფეები, ბარები. მათაც არ აქვთ საერთოდ არ უფიქრიათ SEO-ს გაკეთებაზე. ასევე ლოკალური SEO ოპტიმიზაცია კარგად მუშაობს ტურისტებისთვისაც. ანუ ესეთი ბიზნესები, რომლებიც გათვლილია ტურიზმზე, მათ სჭირდებათ, რომ ეს ოპტიმიზაცია ჰქონდეთ გაკეთებული, რადგან როცა ჩამოდიან ტურისტები, ისინიც ეძებენ თავისთან ახლოს ან რესტორნებს, ან კაფეებს, ან სასტუმროებს, ან სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს, რაც მათ სერვის მიაწვდით და რაც სჭირდებათ. შემდეგ ნახულობენ Google My Business-ის პროფილს, კითხულობენ review-ებს და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას. თუ გაქვთ მაგალითად ან სალონი, ან სტომატოლოგიური კლინიკა, ან ბარი, ან რესტორანი, ან რაიმე მსგავსი, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა აკეთებდეთ ლოკალურ SEO-ს, რადგან როცა მომხმარებლები მოძებნიან ან Google-ში, ან Google Maps-ზე შესაბამის დაწესებულებას, მაგალითად სალონს, ან მაგალითად სტომატოლოგიურ კლინიკას, თქვენი შედეგის, თქვენი ბიზნესიც რომ უჩვენოს მათ, ეს გაზრდის იმის შანსს, რომ უფრო მეტი კლიენტები მიიღოთ ყოველდღიურად და თან უფრო მარტივად პირდაპირ თქვენს ლოკაციაზე. ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოკალური SEO მუშაობს იდეალურად, ძალიან კარგად, აბსოლუტურად ბიზნესების უმეტესობა ამას აკეთებს. თუმცა საქართველოში ამას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ეს კარგია მათთვის, ვინც მიყურებს და ვინც შეძლებს, რომ გამოიყენოს ეს პოტენციალი თავისი ბიზნესისთვის. როგორც უკვე ნახეთ, SEO, ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არ არის უბრალოდ საიტისთვის ტექსტების გადაწერა, ან რაღაც ელემენტარული
პატარაცლებების შეტანა. ეს არის მარკეტინგული არხი, რომელიც მომხმარებელს აკავშირებს თქვენთან სწორედ მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად ჭირდება თქვენი სერვისი ან პროდუქტი. და წესით ახლა უკვე იცით, რომელ სფეროებში მუშაობს საქართველოში SEO ყველაზე კარგად. რატომ უნდა იყოთ Google-ში პირველები, მაგას იდეაში არ უნდა ალბათ ახსნა, იმიტომ რომ შეგიძლიათ მთლიანი მოთხოვნის ბაზარზე არსებული მთლიანი მოთხოვნის 30% თქვენ მიიღოთ, რაც წესით არიგით ბევრს უნდა შნავდეს ბიზნესისთვის. თუ გჭირდებათ სწორი SEO ოპტიმიზაცია, თუ გინდათ რომ თქვენი ბიზნესი იყოს Google-ში პირველი, იცით ვისაც უნდა მიმართოთ, შეგიძლიათ რომ ჩანიშნოთ გაცნობითი ზარი ჩვენთან აღწერაში მოცემული ლინკით და ნახავთ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ თქვენი ბიზნესისთვის. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი.